მინახავს ადამიანები ფარულად ბევრი მძიმე ცოდვა რო ჩაუტენიათ. რამდენადაც არავის დაუნახავს მათი ცოდვები, ყველას წმინდა გონებია ეს უკანასკნელი. ზოგჯერ ჩვენ ვიცით ხომე ადამიანების გაფეტიშება. მოგვაჩვენებენ თავს წმინდანად, კეთილმსახურად, პატიოსნად, ადამიანებს ემსრულებლად, ყველმოქმედად, მეცენადად და ასე შემდგომ. და ჩვენც გავაღმერთებთ ხოლმე მათ. მაგრამ აგერ გვეუბნება წმინდა ივანე, ასეთ ადამიანებსო, თქმა უნდა ყველას არა, ზოგიერთსო, ფარულადო, ბევრი მძიმე ცოდვა აქვსო ჩადენილი. და რადგან ადამიანებს ვისთვის უცხოა ეს მისი ფარულად ჩადენილი ცოდვები, წმინდანი გონებიათო ესეთი ადამიანები. და ეს ვერ მონაზვნებშიც ხშირად ხდება, რომ გარეგნულად მოწესრიგებული ადამიანი, თითქოს სიყვარულის მატარებელია, თითქოს კეთილია და ასე შემდგომ, მაგრამ შინაგანად რა არის ჩვენ ზუსტად არ ვიცით. საიდან ჩანსო, რომ ისინი წმინდანები არ არიან? მათ კი მკაცრად უმხელიათ და განუკითხავთ სუბუქ ცოდვათა ჩამდენი. ნახეთ, ხალხს თავს აჩვენებენ, რომ თითქოს ცოდვებს არ ჩადიან, ამ დროს ჩუმად მძიმე ცოდვაში არიან და ვიღაცას თუ მცირე დანაშაული აქვს, მცირე ცდომილება აქვს, იმის მიმართ მკაცრები არიან, როგორც თითქოს და პატიოსანების წინაშე.